Amen. Ის ღირსია. Hallelujah, ის ღირსია. Hallelujah. Ძვირფასებო, ღმერთმა ჩვენ მოგცა წმინდა წერილი. Да, Бог нам дал священное писание. და თქვა რომ ჩვენს თვალს არ უნდა მოშორდეს ის. Сказал, чтобы она не отступала от глаз твоих. Amen. და ჩვენ უნდა შევიყვაროთ ის. И мы даже боимся его. როგორც ჩვილ ბავშვს უყვარს რძე, იმაზე უფრო უნდა გვიყვარდეს ღმერთის სიტყვა სულიერი სუფთა რძე. Как младенцы любят молоко, так мы даже больше разлюбить чистое словесное молоко. Amen, ძვირფასებო, მაგრამ არა მხოლოდ კითხვა. Не только чтение. მოსმენა გვაძლევს რწმენას. Но слышание дает нам веру. Amen. კითხვა არ გვაძლევს რწმენას. Чтение не дает веру. ისე უნდა ვიკითხოთ. Мы даже так читать, რომ прочитать. ეს მოდეს ჩვენს ყურს Чтобы слышало наше ухо. და ასევე გავხდეთ მისი შემსრულებელი. И также исполнять Слово Божие. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა როგორი მასწავლებლის წინაშე ხარ, როგორც აუდიტორია. И не важно, как аудитория, перед каким учителем вы сидите. სულიც მინდა ყველაზე დიადი და მაგარი მასწავლებელია. Дух Святой самый лучший учитель, великий учитель. ამენ. და თუ შენ არ უნდა გახდე შემსრულებელი სიტყვის. Если ты не станешь исполнителем слова, მაშინ აზრი არ აქვს ვიფასებო. тогда вообще это без разницы. ამიტომ ჩემი ლოცვა დღეს თქვენდამი. И сегодня моя молитва к вам. ესეთი წინასწარმეტყველური, Такая пророческая молитва. რომ იყოთ შემსრულებელი სიტყვა. Чтобы вы стали исполнителями слова. ამენ. და მაშინ დაიწყებს სრულება შენი ცხოვრება. Тогда твоя жизнь будет изменяться. ძვირფასებო, როდესაც ღმერთმა დაიწყო ყველაფრის შექმნა, Когда Бог начал все творить, იყო ქაოსი და ესე ვთქვათ უადგილობა да был хаос, и там, და да все было не на своем არეულ-დარეული месте. Да იყო. все было просто в хаосе, не было на своем месте. და იცით, წეგან ვამბობდი, რომ ღმერთი არ არის წუწუნა, ის მხიარული ღმერთია. Я говорил, что Бог, он такой веселый. Он ღმერთს არ უთქვა, ო, ქაოსია не говорит, что о, какой хаос. და დაბრუნდა. И вернулся назад. დამთავრდა პირველი დღე. Все, закончился. მეორე დღეს გამოვიდა, ო, რა ჯანდაბაა ეს Второй კაცი. день, ну какой беспорядок, что это და такое? დაბრუნდა. И вернулся назад. არ აღიარო და არ გაიმეორო ის რაც არის. Не смотри то, что есть. ამენ. არ შეიცვლება არაფერი. Ничего не изменится. დაიწყე იმისი აღიარება, რაც გინდა რომ იყოს. Исповедуй то, что ты хочешь увидеть. ამენ. მან თქვა იყო სინათლე. Сказал, да, будет და свет. მოვიდა სინათლე ძვირფასებო. Свет. ამენ. მან თქვა ეს არეულ-დარეულია ყველაფერი. Он сказал, все, это беспорядок, хаос. მოდი მე ყველაფერს მივუჩენ თავის ადგილს. Давай я каждому дам свое место. ამენ. პატარა ბავშვები Да, маленькие дети. დალაგებულ თაროებს უჯრებში, კარადაში ურევენ. Да, дети, Маца. маленькие дети там. ამენ. Вот ящики там разбрасывают там. ჰალელუია. დედა მოდის ალაგებს, И мама приходит и убирает. მერე კიდე ურევენ. Они опять разбрасывают. ამენ. მერე კიდე ალაგებს. Она опять убирает. ამენ. მერე რო ხედავენ რომ დედა моდის ვითომ ალაგებენ, მაგრამ მაინც მიხვდები რომ არეულია და მისი ხელია იქ. Да, и она не знает, что вот мама приходит, они убираются, но все, ты понимаешь. და ასეა ღმერთი И ძვირფასებო. так же Бог в нашей მას жизни. უყვარს რომ ყველაფერი დაალაგოს და ყველაფერი იყოს კარგად. Он любит все привести в порядок. ამენ Чтобы всё было ძვირფასებო. хорошо. ამიტომ ნახეთ, И потом მე посмотрите. დღეს მინდა ადგილზე ვილაპარაკო. Хочу говорить сегодня о месте. მე მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება И მეგობრებო. хочу, чтобы вы обратили внимание იმას რომ вот на то, რა ადგილი უკავია საერთოდ ყველაფერს ჩვენს ირგვლივ. вот какое место вот во всем этом занимает в нашей жизни. ყველაფერს და ჩვენ რა ადგილი უკავია ამ ყველაფერში. Да, и мы какое место занимаем в этой жизни. ამენ. მინდა რომ მსახურების ბოლოს ჩვენ უკვე მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ სად ვართ და სად რომელ ადგილზე გვინდა ვიყოთ. Да, я хочу в конце служения, чтобы вы понимали, где мы находимся и где мы хотим находиться. ღმერთმა ყველაფერი შექმნა სასწაულებრივად. Бог все создал очень чудесно. როგორც გითხარით, მიუჩინა ყველაფერს თავისი ადგილი. Он каждому этот предмету всему дал свое და место. როდესაც ის ალაგებდა რაღაცებს თავის Когда ადგილზე, он все ложил на свои места, ამბობდა: он говорил, "ვაუ, он говорил, вау, რა მაგარია. как это классно, хорошо. როგორ უხდება ამ ადგილს ესა თუ ის, თქვათ, ის რაც შექმნა." Как он говорил, как хорошо, вот это как раз к месту, это вот сюда, это туда. ამენ ძვირფასებო. Аминь, дорогие. იცი, მოდი შეხედე შენს გვერდით, ვინც არის და უთხარი: "ვაუ, რა ლამაზი ხარ." Вот посмотри, кто рядом с тобой, скажи, вау, какой ты Утхар. красивый, скажи, какой ты красивый. Вау, ვაუ! ამენ. რა მაგარი ხარ. какой ты прекрасный. უყვარ ხარ შენ ღმერთს. Да, Бог любит тебя.
ნახეთ, იცი რატო ხარ ვაუ? Знаешь, папа, почему ты вау? ამიტომ რომ ყველაფერი თავის ადგილზე გააქვს. Потому что у тебя все на своих местах. ყური რომ მოიჭრა Если ты отрежешь ухо, და დადო სადმე სკამზე и ты положишь, допустим, его на стул, და ის დაინახო. и ты увидишь ухо, არ იტყვი ვაუ, ты скажешь, вау, რა ლამაზია. скажешь, какое красивое ухо. ა? Это же так? ესეთი გამოთქმა, რა ლამაზი თვალები გაქვს. Сейчас говорят, какие красивые глаза. Такое выражение есть. ახლა პრანჭუ არ დაიწყოთ. И ты не должен сейчас уже выражать. მაგრამ ეს თვალი რომ ძირში ეგდოს, Если ты это глаз увидишь на дороге прямо, вот, არავინ არ იტყვის, ვაუ, რა ლამაზი ты თვალია. скажешь, какие красивые глаза. ეგრეა? Это же так? ის თუ თავის ადგილზეა, Если это на своем месте глаза, მაშინ ის არის ვაუ. тогда они вау. და ღმერთისთვის ესე ვართ И ვიფასებო так же ჩვენ. мы для Бога тоже. თუ ისეთ ადგილზე ვართ, Если мы на том месте, სადაც უნდა ვიყოთ, где мы должны быть, მაშინ ღმერთი ამბობს, тогда Бог говорит об нас. ვაუ. Вау. ამენ? Аминь. ამიტომ მე მინდა რომ დღეს ვისწავლოთ ჩვენ, Я хочу, чтобы сегодня научились. რომ სად ვართ, რომელ ადგილზე და სად უნდა ვიყოთ საერთოდ. Так где мы, на каком месте, и где мы должны быть вообще? დიდება მას. Хвала Богу. თქვი დიდება მას. Скажи, хвала Ему. ჰალელუია. Аллилуйя. იცით, რაც ღმერთმა შექმნა, მას თავისი ადგილი გააჩნია და ну ზოგიერთები ვით არ ხეტიალობს და ბოდიალობს იქეთ-აქეთ. Да все, что Бог создал, у каждого есть свое место. И вот эти предметы или вещества, они не ходят туда-сюда, как некоторые. из ამენ. нас. ცას თავისი ადგილი აქვს. У неба есть свое место. მზეს, ვარსკვლავებს. У солнца, звезд. შენ მას ყოველ დილით არ ეძებს სამზარეულოში. Да ты не ищешь их каждое утро в кухне. ამენ. В кухне. შენ იცი სად არის მისი Ты ადგილი. знаешь, где их место? ამენ. Ამენ. მიწას თავისი ადგილი აქვს. У земли тоже свое место. ამენ. Аминь. წარმოგიდგენთ რომ ვიღაცა შეხვდა და გეუბნება, ბაზარში მივდივარ მიწა, უნდა ნახო გამეკცა მიწა. Так кто-то говорит, что я иду на базар, потому что моя земля убежала. რა მოხდება ზღვამ რომ მიატოვოს თავისი ადგილი? Что будет, если море уйдет от нас? Ну, не будет. რომ ზღვამ მიატოვოს თავისი ადგილი. დამშვიდი. Да если море со своего места, она уйдет в Аминь. другое место. მიატოვებს, ასტავით свое Оставит место. место. ჰალელუია. რა მოხდება ძვირფას? Что тогда будет? საშინელება. Будет, ну, მიახლოვებით მოდით ნახოთ. вот примерно вот так будет. აი, რომ გახვიდე და ესეთი რაღაცა მოგზდევდეს უკან. Вот если ты выйдешь, и вот такие волны будут за тобой бежать. საშინელებაა. Это будет очень Аминь. страшно. შენ ხარ მშვიდი და ამბობ, ვაუ, როდესაც ზღვა, რომელიც ღმერთმა შექმნა, არის თავის ადგილზე. Да ты спокойно идешь. Თავის აზღვრებში. Да когда море, оно на своем месте. თევზები რომ დაფრინავდნენ, Представьте, и если бы рыбы летали бы, რა სიტყვი? что ты бы сказал, подумал? ამიტომ არ არის აი იქ მათი ადგილი. Потому что это не их место. ცხოველები, ფრინველები რო ყვინთავდნენ წყალში. Да, а животные бы ныряли бы в воде. ამენ. აი ბულვარში გახვედის ასე, ну და ხემცენარეები შეერნობენ. И представьте, вышел на бульвар, и деревья, и вот эти кусты гуляют, ამენ. ходят так вот, прогуливаются. ну შეიძლება გვეცინება, მაგრამ ეს საშინელებაა. Да может там смешно, но это ужасно. ასევე საშინელება, როდესაც ჩვენ არ ვიმყოფებით იქ, სადაც უფალი გველოდება. И это тоже ужасно, когда мы не на том месте, где нас ожидает Господь. და ყოველგვარ უადგილობას ამარცხებს სწორი ადგილის პოვნა და დამკვიდრება იმ ადგილზე. Да это все можно победить с тем, что встать на правильное место. მოდით ნახოთ ეკლესიასტეს რამოდენიმე მუხლი ძვირფასებო Да, პირველი только თავიდან. Экклесиаста несколько стихов. თაობა მიდის და თაობა მოდის, დედამიწა კი რჩება საუკუნოდ. Народ приходит и уходит, но земля остается вечно. ამენ. ამოდის მზე და ჩადის მისწრაფვის თავისი ადგილისკენ, საიდანაც ის ამოვიდა. Да солнце идет к своему рубежу, откуда оно зашло. ამენ. ის თავის ადგილს უბრუნდება ისევ. Да солнце на своем месте. სამხრეთისკენ უბერავს ქარი და ჩრდილოეთისკენ ტრიალდება, აგრძელებს ხროლვას და იგი უკან брунდება ისევ თავის Да, то წრეზე. есть с севера идет ветер, и он возвращается на свой круг. ამენ ძვირფასებო ღმერთმა მერიდიანი შექმნა, რომელზეც ტრიალებს და მილიმეტრსაც არ გადაუხვევს, ვიდრე უფალი არ უბრძანებს ცვლილებას. Да, Бог создал этот ветер, что и вот просто он не отойдет оттуда, пока будет. ამენ. ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება იმ ადგილს ისევ თავის სათავეს უბრუნდებიან, რათა კვლავ იდინონ. То
Селекции живут море, но море не переполняется, потому что они опять возвращаются на свое место. Все идет к своему месту. ხომ მოვდივართ ესე ვთქვათ აზრზე ძვირფასებო რაზეა საუბარი. Да, мы, наверное, понимаем, о чем я хочу говорить. მოდით ვიყოთ ყურადღებით და სული წმინდას ვთხოვოთ რომ გვასწავლოს დღეს რაღაც. Пожалуйста, будьте внимательны, попросите Духа Святого, чтобы Он учил тебя. თევზის ადგილია წყალი. Да, вода – это место для рыбы. ეგრეა? Для рыб. Это ჰალელუია. იცით, ფესვის ადგილია მიწა. да, место корня в земле. ამენ. იცით, თევზმა რომ მიატოვოს თავისი ადგილი. Если рыба оставит свое место. წყალი დაიღუპება? Да, вода, она умрет без рыбы. Ой. ამენ. აი, ფესვმა რომ მიატოვოს მიწა. А если корень это уйдет с земли, ну, მიწა დაიღუპება? земля погибнет? არა. Нет. ამენ. ვინც ადგილს ტოვებს, იმას ექნება პრობლემა. Так кто оставляет место, у него проблема возникает. ადგილს არასოდეს არ ექნება პრობლემას ვიფასებ. Да, у места никогда не возникают проблемы. გესმით? Понимаете? ეს არის ის კანონი, რომელიც უფალმა დააწესა. Это та закономерность, которую Бог узаконил. თუ მიწას მიატოვებს ფესვი გახმება. Да, если корень уйдет от земли, то корень засохнет. ჰალელუია. Аллилуйя. ღმერთმა ადამიანი შექმნა იმისთვის, რომ ადამიანი იყოს თავის ადგილს და ეს ადგილია უფალში, ეს ადგილია ეკლესიაში. Да, и Бог создал человека, что он был на своем месте. И место для человека – это церковь, это Бог. ამენ. თუ ადამიანი ტოვებს ღმერთს და ეკლესიას, Если человек оставляет Бога, оставляет церковь, ღმერთი იღუპება? разве Бог? ეკლესია იღუპება? Да, церковь гибнет, Бог погибает, что ли? არა ძვირფასებო. Конечно же нет. პრობლემა არასოდეს არ ექმნება ობიექტს. პრობლემა ექმნება სუბიექტს ამ შემთხვევაში. Да, в этом случае проблема не с объектом, а с субъектом происходит. ღმერთმა ყველაფერი დაიმორჩილა, Да, Бог все покорил, ყველას თავისი ადგილი მიუჩინა Он дал каждому свое место. და ამ ადამიანს ვერ უშველა ვერაფერი კაცო. Но с человеком не получается как-то. მან მისცა მას თავისუფლება Он дал ему свободу. და ვერ მიიღო გადაწყვეტილება ადამიანმა. Да, и человек не принял решение. ვერაფრით ვერ მიიღო. И он не смог принять. ამენ ვერ გააკეთა სწორი არჩევანი. И он не сделал правильный выбор. და Человек. ამიტომ არის ადამიანი და კაცობრიობა сул პრობლემაში. И потому человечество в проблеме. და ამის გამო ან სხვას აბრალებს, ან თავს იბრალებს, თავს Да, იმართლებს. или человек себя оправдывает, и других обвиняет. გესმით? Понимаете? ეს ადვილად გამოსდის ადამიანს. Это у человека очень легко выходит. თავის მართლება, Оправдывать ერთი себя. მხარე მონეტის და მეორე გადაბრალება. И другая часть монеты. Винить кого-то, обвинять кого-то. ძვირფასებო ღმერთმა თქვა არ მიატოვო შენი შესაძლებელი. Бог сказал, не оставляй своего собрания. ჰალელუია. ღმერთმა ადგილი მიუჩინა მორწმუნეს. Да, Бог дал место для верующих. არის აქ მორწმუნე? Здесь же есть верующие. არის აქ მორწმუნე? Здесь есть верующие. შენთვის არის სიტყვა. И сегодня это слово для ღმერთმა тебя. მოგცა ადგილი, სადაც უნდა იყო მსახურების დღეს. Бог дал тебе ყვირა იქნება თუ ნებისმიერი დღე არ აქვს место. Это для მნიშვნელობა. воскресного духовного служения, чтобы ты был на этом месте. ძვირფასებო ეკლესიასთან ძალიან გენიალურ ფრაზით გვიხსნის სერიოზულ სიღრმეს. Да, Eclesiastes очень хорошо нам объясняет такие Იცით, რას слова. ამბობს? Он говорит, აი, შენი ხელმძღვანელით რომ ცუდად გექცეოდეს. кстати, если твой руководитель будет вести себя плохо, მაინც არ მიატოვო შენი ადგილი. все равно не оставляй своего места. თავმდაბლობა, მორჩილება ამარცხებს ყველაფერს შენ Да, სირბილე. смирение и подчинение, оно поможет тебе добрать გესმენ? все, იცით, все проблемы. ადამიანი ხშირად არის იქ, სადაც ეტევა. Часто человек бывает там, вот где он помещается. ამენ. სადაც ეტევი არ ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა იყო. Где ты помещаешься, это не значит, что ты должен там быть. შენ უნდა იყო იქ, სადაც შენი ადგილია. Ты должен быть там, где твое место. მე მაქვს საოცარი ძალიან მიყვარს და თქვენაც იცით. ორი მნიშვნელოვანი მაგალითი ზურფასებო მოდით ნახოთ. Я люблю очень эту ეს иллюстрацию. არის მანდარინი Это мандарин. და მასში არის ნიორის ერთი კბილი. Да, и здесь такой чеснок. ერთი კბილი ნიორის. ზუბ. Зубчик чеснока. Амен. Да, зубчик чеснока. ესმე ეტევა იქ. Там туда помещается. ეტევა. Помещается же туда. მაგრამ მისი ადგილი არ არის. Но это не его место. ამენ. მოდი პირიქით ნახოთ. А сейчас наоборот. ეს არის ნიორი, რომელშიც არის ერთი კბილი А მანდარინის. это наоборот. Это уже чеснок, и там одна кусочек этого мандарина. კბილი. ამენ. Долька. Амен. Долька
ეტევა Это помещается. ეტევა ძვირფასებო Помещается же чесночек. ამენ Чеснок. მაგრამ მისი ადგილი არ არის Но это не его место. ჰალელუია შენ რო გახსნა გაარჩიო მანდარინი და შიდ ერთი ეს კბილი ლებანი იყოს ნიორის გაგიკვირდება შეგეშინდება Вот посмотри, если ты очистишь мандарин, и там будет одна головка, один зубчик чеснока, то Амен. удивися. აი ზუსტად ასევე ძვირფასებო И также то же самое. სახურების დღეს Во время служения. შენ შეიძლება დაეტიო Да, ты можешь здесь вот поместиться. სახლში Дома, სამსახურში на работе, კომფორტში в комфорте. მაგრამ შენი ადგილი არ არის Но это не твое место. შეიძლება ჩაეტიო Ты можешь поместиться. ამენ там. შეიძლება ჩაეტიო სავარძელში და იქიდან სახლიდან უსმინო Да ქადაგებას ты можешь сидеть на диване и там слушать. არ შესწოდო ცუდად არ მოიქცე იждე სახლში და უსმენდე ქადაგებას Даже не грешишь, просто сидишь дома и смотришь служение. ან რაღაცით გაერთო Ну чем ты как бы вот развлекайся? მაგრამ შენი ადგილი არ არის Это ეს не твое место. იმიტომ რომ ღმერთმა თქვა Потому что Бог сказал, სახურების დღეს во время служения შენ აქ უნდა იყო ты должен быть на этом месте. მე თახმები Со ძვირფასებო мной согласны? ამიტომ ყურადღება მიიღო მას Пожалуйста, обращай внимание на это. არ შეიძლება დაღვიო ის წესი რაც უფალმა შემოიტანა ჩვენთვის Несмотря на порядок, который Бог дал нам, это порядок ეს მე Божий. კომფორტი არის ტყვეობა მეგობრებო Комфорт это рабство. რომლის მიღმა არის პროგრესი და წინსვლა Потому что вот за ним прогресс и иди вперед. ამენ თუ მიატოვებ Если ты оставишь комфорт, მაშინ შენ იქნები წარმატებული тогда ты будешь успешен. უნდა დაიკავო შენი Ты ადგილი должен занять свое место. სადაც შენ გინდა კი არა Не туда, куда ты хочешь. სადაც მიგით Где იქნებ быть? А здесь вам укажут. თავი არა იმავლო Не послушай себя, რომ დამდაბლდები потому что ты აუცილებლად упадешь обязательно. ამენ იესო გვასწავლის კიდეც ხო მეგობრებო Иисус учит нас, помните, Иисус учит რომ нас. არ მიხვიდე და არ მიხვიდე სადმე იქ მეფესთან ახლოს თქვათ Он сказал, когда ты приходишь, сразу вот не садись рядом с царем. რომ არ გითხრან ვინმე რომ Чтобы ты не უფრო сказал, პატივდებული ვიღაც შემოვიდა და გადაბრძანდა უკან და არ შეგარცხვინოსო да что вот эти люди почетнее тебя, пожалуйста, пересядь, что тебе стыдно. не ამენ стало. ჯობს სადმე უკან იყო А лучше сидеть там сзади, где და ты, გითხრან მობრძანდი აქ пожалуйста, დაიკავე საპატიო ადგილი иди вот это почетное место შენ твое. არ იმაღლებ ქრისტეში თავს Ты во Христе себя не возвеличишь. ამენ შენ საქმე არ არის Это не твое. შენ ვერ შეძლებ ამას Ты не сможешь რაც არ უნდა возвышать შეეცადო себя. ვერ აიმაღლებ თავს Как бы ты пытался возвысить, не получится. შეგიძლია აიმაღლო თავს Ты можешь себя вот так вот, чтобы ты выше стал? მოდი ელემენტარულად გეტყვი რომ დაიმახსო რომ ეს გენიალური სენტენცია Да просто я хочу такой гениальный, чтобы запомнили это. გენიალური სენტენცია Гениальная сентенция. ამენ ჰალელუია რა არის ეს Что это? აი მინდა ავიმაღლო თავი Я хочу вот себя вот возвысить. ავმაღლდი Я возвысил, დავიღლები და ისევ დავეშვები я вырос, я просто не აუ могу. დავოხდი წამებში დავეცი ისევ Я просто упал опять, я не могу. 1 возвысить. სანტიმეტრს ვერ მოვიმატებ Ты можешь даже сантиметр себе прибавить. შეძლებ Сможешь? ამენ ამიტომ დაანებე თავი რაც არ შეგიძლია Все, что ты не можешь, оставь в покое. გაკეთე ის რაც შეგიძლია Можешь сделать то, что ты იცი რა можешь. შეგიძლია Знаешь, что ты можешь? დამდამდე Смеяться. დამდამდე Смеяться. Там-там. Смеяться. ჰალელუია Смеяться. ალო ჩემთან ხართ Вы со мной? და როდესაც ამას გააკეთებ И когда ты это сделаешь, ეს ადგილი მოწონს უფალ შენში вот это место Богу нравится. ის тебе. აგამაღლებს Он обязательно возвысит тебя. ჰალელუია იმიტომ რომ მას აქვს შენთვის გამზადებული ადგილი У него есть эти приготовленные იყავი ამ ადგილის ერთგული Будь верен этому месту, მორჩილი послушным, მიძღვნილი посвященным. ამენ Аминь. და თავმდაბალი И смиренным. ჰალელუია თუ ნავში აქ სადაც იმყოფები И если лодка, где ты находишься, ვერ ისწავლე ნიჩბების მოსმა да ты не умеешь гребсти веслами, ვერ ისწავლე да не научился, მაშინ სხვა ნავში სხვა ნავის ძებნას აზრი არ აქვს тогда тебе не стоит искать другие лодки. შენ აქ უნდა ისწავლო ნიჩბის მოსმა Ты здесь должен научиться грести веслами. ამენ შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება Потому что если ты будешь менять собрание, сумма не меняется. ამენ Если ты собрание будешь менять. ესეთი სიბრძნე არსებობს ვიფასებო კანონი ფიზიკაში Мудрость, это такой канон физики. მოთმინება ყოველთვის გაიმარჯვებს
Терпение всегда побеждает. ნახეთ, კარლ გუსტავს აქვს კარგი ესეთი ფრაზა და მინდა წაგიკითხოთ. Карла Густава такая фраза. შეგიძლია იყო მიძღვნილი იქ, Если ты можешь быть посвященным там, სადაც იმყოფები, где ты пребываешь, ვერ იქნები მიძღვნილი, ты не будешь посвященный там, სადაც არ უნდა წახვიდე. куда бы ты ни пошел. შენი სული ადგილმდებარეობას, Когда ты меняешь свое местонахождение, მაგრამ პრობლემები თან მიგავს. но проблемы ты с собой забираешь. ამენ. რა აზრი აქვს? И какая разница? მონაცვლეობას ეკლესიაში ძვირფასებო. Поменять церквя, менять. ასე არიან ესეთი ქრისტიანები. Есть такие христиане, ამენ. ნუ შეიძლება არავის არ შეამოვნებს ესეთი ქრისტიანი. да может никому не нравится таких христиан. მაგრამ ვიღაც ხო უნდა იყოს ესეთი. Но кто-то же должен быть таким. ამენ. შენ შეგიძლია რომ არ იყო ესეთი. Ты можешь быть, не быть таким. ამენ. Аминь. ნუ ვიღაც იუდაც უნდა ყოფილიყო. Кто-то должен быть Иудой. ესეთ ქრისტიანებს უწოდებენ კალიებს, დახტიან იქეთ-აქეთ. Для таких людей называется саранча. სულ იქნება. Да они прыгают туда. იყო, არის და იქნება. იესო რომ მოვა, მე აღარ იქნება. Это было, будет. Но когда Иисус придет, уже не будет таких. გესმით ძვირფასებო. Понимаете, мои друзья? შენ შეგიძლია არ იყო ესეთი. Ты можешь быть, не быть таким. რა აზრი აქვს თუ აქ არ იყავი მიძღვნილი? Какая разница, если ты здесь не был посвященным, როგორ იქნები სხვაგან მიძღვნილი? как ты в другом месте будешь ანუ სადაც ხარ იქ посвященным? ისწავლე მიძღვნა. Там, где ты есть. გესმით ძვირფასებო. Научись быть ეს არის посвященным. უმნიშვნელოვანესი. Это очень და ჩვენ важно. ყველანი დავდგებით გამოცდის წინაშე. И мы все станем перед экзаменом. ამენ. ყველანი. არავინ არავისი არ არის უკეთესი А никто не лучше другого. და არავინ არ არის დაზღვეული. И никто не может сказать, что со мной не случится. უბრალოდ იყავი этого. დამდაბლებული. Просто будь в смирении. ამენ და დამდაბლება მოგეხმარება რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღო. И смирение поможет тебе не принимать ჩვენ правильные ღმერთმა решения. მოგვიწოდა ცოცხალ ქვად, Бог прислал нам быть живыми камнями. მაგრამ არა რაღაც კომფორტულ სიზარმაციაში ძვირფასება. А не такой в какой-то лени, в комфорте какой-то. არამედ კედელში დასაფიქსირებლად. А потому что, чтобы были в стене зафиксированы. ამენ. იცით, ყველას გინახიათ ქვა აგური, ხო? Да вы все видели кирпичи, камни. სადმე ეულად დაგდებული ერთი ქვა, Где-то в стороне такой камень, когда валяется камень. ის უფრო ადვილად გაფუჭდება, Да, он легко испортится. დროთა განმავლობაში со დაიშლება. временем. Он может рассыпаться. ნელ-ნელა აღარ იქნება ეს ქვა. Его не будет потом. ერთადერთი ადგილი, სადაც ის შენარჩუნდება, Место, где он может сохраниться долго, ეს არის კედელში, это в стене, ერთობაში. в единстве. ამიტომ, როცა ერთობა ქმნის კედელს, Да тогда единство создает стену. ერთმანეთს იჭერენ ისინი Значит, ზუსტად. они მოდი друг- ნახოთ გვაქვს ეს Держит. У ილუსტრაცია. нас есть такая ნახეთ, иллюстрация. Посмотрите. ძლიერი რატო არის კედელი? Да почему стена сильная? ის შედგება ქვებისგან, Потому что она состоит из камней. რომლებიც ერთმანეთზე არიან. Когда- ერთობით და სიყვარულით ჩაბღაუჭებული. Да, они с любовью друг друга держатся за друг за და друга. ჩვენ ღმერთმა გითხრა რომ ცოცხალი ქვა ვართ. И Богу, что мы живые камни. ამენ. გინდა ცოცხალი ქვა იყო. Ты хочешь быть живым камнем? დაივიწყე მარტოობა. Забудь одиночество. ამენ. ნუ იქნება ესეთი მიუხვდებელი კუნძული, Не будь დაუპრობელი. таким вот необитаемым островом, который не Amen. может его завладеть. этим ყოველთვის островом. ვიღაცასთან იყავი. ვიღაცას შეეკარი. Да с кем-то будь рядом. ამენ. Рядом стань с кем-то. ვიღაცას დაუჭირე ხელი Да кому-то руки поддерживай. და ავტომატურად შენს დაგიჭერენ И ხელი. автоматически тебе тоже руки поддерживай. ამენ. Amen. როცა სულიც მინდა გაერთებს ვინმესთან Тогда Дух Святой с кем-то тебя соединяет, და შენ იჭერ и ვიღაცას, ты кого-то поддерживаешь. ის вიღაცა შენაც გიჭერს. И этот человек потом тебя поддерживает. ნახეთ, მე ერთი წლების წინ გამოცხადება მივიღე, გახსოვთ ალბათ, ხო? Я несколько лет тому назад получил откровение, может, вы помните? ერთი აგური Да, один кирпичик. შეერთებულია 6-თან. Он соединен с 6 кирпичиками. ესეთი პრინციპია კედლის წყობაში. Да, такой принцип в стене, в ამენ. строительстве. აირჩიე 6 ვიღაც. Кого-то избери 6 человек. ილოცე მისთვის მუდამ. И молись постоянно за этих ამენ. людей. მე გავა ნახევარი წელი, მე სხვა შეცვალე Да სხვებისთვის. полгода пройдет, потом меня и за других 6 და молись. შეიკრება ერთობა ძვირფასებო Когда უფრო единство соединится. ეს შენთვის არის კარგი. Для тебя это очень хорошо. დიდება უფალს. Слава Богу. მოდი გავაგრძელოთ. Давайте продолжим. შენ ხარ დაცული შენს ადგილზე, როგორც ცოცხალი ქვა. Да ты как живой камень на своем месте ты безопасен. ამენ. სხვაგან არა გარანტია გადარჩენის. А в другом месте у тебя нет гарантии და безопасности. ასევე მინდა რომ დაიმახსოვროთ И, ძვირფასებო, пожалуйста, я хочу, чтобы вы запомнили, дорогие. რომ არ იფიქრო რომ შენ ხარ შეუცვლელი. И не думай, что ты не... То есть, ნიზამენიმი. да, что ты незаменимый. ამენ. აუ მე განსაკუთრებული ვარ. Что ты думаешь, что я особенный. განსაკუთრებული ცხებულებით.
Я особенный в помазании. Я. Такой я. Гесმე? Я. Არი ფიქრო ესე. Так не думай. არ არსებობს შეუცვლელი ძვირფასებო. Как? შეუცვლელი არ არსებობს. ნიზამინიმო. Незаменимых нету. ამენ. ნახეთ, აი კედელში მოხელეს რომ გაუფუჭდეს ერთი აგური. Да если у мастера вот один кирпичик сломается. რას იზამს ის? ტირის დაიწყებს. Что он будет плакать? Так будет და плакать. დატოვებს მის საპატივცემლოდ ხრელს კედელში. И он скажет, ради этого кирпичика там будет дыра, я оставлю и не замажу. ესეა? Это так? არა. Конечно, нет. ნახავენ მის შემცვლელს. Они найдут его, вот замену найдут. და ჩვენ რჯული გვასწავლის мегоბრებო. И закон учит нас. თუ კედელში გამოჩნდება რაღაც ლაქა, Да если на стене будет какое-то пятно будет, ამენ, ჯერ მღვდელი გაწმენს მას тогда священник его так вот და თუ არ очистит. განიწმინდა, Если этот дом не მაშინ очистится, გამოაგდებენ ამ აგურს тогда вот этот камень და снимут შეცვლიან. и заменят эту რატომ стену. ძვირფასებო? Почему? სხვებს რო არ გადაედოს. Чтобы эта зараза едкая до других не заразила. ამენ. მოდი ვნახოთ ეს ადგილი, ლევიტელთა მე-14 თავში. Это Левитам 14 глава 42 стих. აიღებენ სხვა ქვებს, ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მიიტანენ სხვა ბათქაშს და გალესენ ამ ცალს. Принесут камень, заменят предыдущий, потом замажут стенку штукатуркой. ამენ. უთხარი შენს გვერდით ვიც არის, შეუცვლელი არ ხარ. Скажи, что ты не ნეზამინი. ты не незаменим. მე მით უმეტეს. И тем более я. ამენ. დიდება უფალს. Аминь. ძალიან ცნობილი ისტორია. Очень интересная, очень известная история. თქვენ ყველა მიცით ხო მოხეტიალე, მობოდიალე, უძღები ძის. Вы Амбер. помните того блуждающего сына? ამენ. მოდი ვნახოთ ეპიზოდი. Давайте эпизод жизни этого ის блудного აღმოჩნდა сына. ღორებში ძვირფასებო. Он оказался среди свиней. ჩაეტია იქ. Да, он там как бы поместился. კომფორტულად გზომდა თავს, Он так комфортно себя чувствовал. მაგრამ ბოლოს მიხვდა, Да, но в конце он понял, რომ მისი ადგილი არ იყო. это не его место. ამენ. მეთახვებით. Вы согласны со мной? უფრო და უფრო ხვდები რომ შენი ადგილი აქ არის. Да ты понимаешь, что это твое место, ამენ. და არა სხვაგან. а не где-то в другом месте. და როდესაც მიხვდა რომ მისი ადგილი არ არის, Когда он понял, что это не его ღმერთს место, უთხრა, ღმერთო დამაბრუნე ჩემს сказал ადგილზე. Господь, верни меня на свое место. ნებისმიერი პირობა წამიყინე ოღონდ დამაბრუნე ჩემს ადგილზე. Я согласен на любое условие, только верни меня на мое место. და აი რომელია მისი ადგილი И ძვირფასებო. посмотрите, где его место. სწორი ადგილი. Правильное место. ამენ. Аминь. მამასთან. У Отца. ჰალელუია. მიაქცია ყურადღება ამას. Обратите внимание. დიდება ჩვენს ღმერთს. Слава Богу. ფრთხილად იყავი. Будь осторожен. პირდაპირ ღორებში კი არ ჩავარდა. Да, он не сразу попал к свиньям. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, თანდათანობით, Давай этапно, так вот, ცოტ-ცოტაობით. так, вот потихонечку. ამენ. მალაპამალო. Мало-помалу. ჰალელუია. გესმით ზურფასებო. შენ დღეს შეიძლება არ ჩანს არაფერი შენს ირგვლივ. Потому что вокруг себя еще ничего მაგრამ не ისე видно. აღმოჩნდები არასწორ ადგილზე, Но ты так попадешь на неправильное место, რომ მაინც ღმერთის чаრების გარეშე ვერ მოახერხე. да без воздействия и помощи Бога. ты ო не მე сможешь выйти. შევძლებ. Ты скажешь, я могу. დერეკ პრინს აქვს გენიალური ფრაზა. У Дерека Принца такая гениальная фраза. თუ შენ შენს თავზე ხდები იმედს, Если ты полагаешься გონია რომ შენ შეძლებ. на самого себя, что შენ ты იცი, можешь, я понимаю, я знаю, შენ იცი, да что ты знаешь, შენ იცი, ты знаешь. ამენ. ფიქრობ რომ იცი. да ты думаешь, что ты შეგიძლია. знаешь, можешь, გაქვს სახსრები და მას у შეიძე. тебя есть средства, ты можешь приобрести. არა, მაშინ სადღა ადგილი ღმერთის? Потом спрашивается, ну где же место для Бога здесь? Где? გაგეთ ესე. Скажи, ну где же ღმერთის ადგილი სად არის? შენ თუ ყველაფერი იცი. Если ты все знаешь, все может, где-то для Бога. გინდა ღმერთი შენთან იყოს. Ты хочешь, чтобы Бог был с тобой? მაშინ არ უთხრა მე ვიცი, მე უგზნობ, მე შემიძლია, მე მინდა, Не то, что я хочу, я знаю, я чувствую, я могу, მინდა. я хочу. ამენ. უთხარი უფალო Скажи, Господь, შენ ты, და მას მიეცი ადგილი. и дай ему место. ის მოგეხმარება? Он поможет. სწავლობთ რამე ზვირფასებო Вы დღეს. сегодня что-то учитесь, ყურადღებით იყავით. пожалуйста, будьте внимательны. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. Давайте продолжим. არ მისცე ადგილი ხორცს. Не давай место плоти.
რომ გმართობს ნებებთან და გულისხმებთან ერთად. Чтобы она тебя вот водила со страстями и похотями. ამენ. არ მისცე. Не дай возможность. მას უნდა პირველობა. Она хочет главенствовать. Аминь. Первенствовать. ალელუია. არ მისცე საშუალება. Да не дай ему возможность. მას გულისხმებით და ვნებებით უნდა შენი მართვა. Да, она хочет страстями и похотями просто тебе водить. ხორცის ადგილი. Место плоти. ხო, ყველაფერს თავისი ადგილია. Уже у всего же есть свое место. ხორცის ადგილი Место плоти არის ჯვარზე. это крест, на кресте. ყოველ დღე უნდა აცვა ხორცი ნებებთან და გულისხმებთან Каждый ერთად. день распинайся страстями и похотями свою плоть. ვიდრე ცოცხალი ხარ. Прежде чем ты жив, ვინ არის აქ ცოცხალი? кто с меня живой? ვინ არის ცოცხალი? Кто с меня живой? ჯვარზე უნდა იყოს შენი ხორცი. Твоя плоть должна быть на მაგრამ кресте. ერთვენიერ დღეს ეს სიცოცხლე დამთავრდება В ძვირფასებო. один день жизнь закончится. და იცი ამ ხორცს მერეც აქვს ადგილი. У этой плоти тоже есть место после смерти. სიცოცხლის შემდეგ, После, სიცოცხლის შემდეგ да, после жизни ხორცს აქვს თავისი ადგილი. у плоти есть свое место. მე მინდა განახოთ ეს, რომ კარგად დაფიქრდეთ. Я хочу, чтобы я показать иллюстрацию. ყველა ერთ ადგილზე მიდის, Да, все возвращается на свое место. ყოველივე მიწისგან წარმოიშვა და მიწას უბრუნდება. Да, каждый, кто произошел с земли, и в землю возвращается. ამენ. სიცოცხლის მერე ხორცის ადგილი მიწაშია. Да, после жизни. Да, место плоти это земля. ამენ. ადამიანი რო კვდება, Когда человек умирает, მისი ხორცი его плоть მიდის მიწაში. отдают земле. ის продают земле. რპება, იხწნება. Да, она растляется. და მინდა კითხვა დაგისვა. Хочу задать вопрос. აი იმის ჭუით, ვინც მიწაში უნდა წავიდეს ბოლოს. Да, кто должен, вот эта плоть, она должна пойти в землю. შეიძლება რომ იმის ჭუით იარო? Ты можешь жить по вот этой плоти. შეიძლება იარო მისი ჭუით? Можно ли жить и быть водимой этой Аминь. плотью? არ დაუჯერო. Не слушай ის ее. შენი მტერია. Она твой враг. ამენ. მაგრამ სული Но дух შვინვასთან ერთად вместе с душой. მარადისობას გაატარებს. Они будут в вечности. ან ჯოჯოხეთში, ან სამოთხეში. Или в раю, или в аду. გესმით? ამიტომ ყურადღებით იყავი. Будьте внимательны. ამენ. დაიმქვემდებარე შენი ხორცი Просто почини свою плоть. და შენი სული შეიძლება აღმოჩნდეს უფალთან. И твой дух тогда будет с Господом. ხორცი გააბატონა ძვირფასებო კაენმა Да, Каин, да, плоть сделал, ну, как бы начальником своим, да? Да, გასპაძინა. господина. ესაუმა გააბატონა Как же Исав, Самсонма. Самсон, საულმა, Саул, გეხაზიმ გააბატონა ხორცი. Ези тоже так же. იუდამ გააბატონა ხორცი. Иуда тоже так же. რა მოუვიდათ? И что с ними произошло? როგორ დაამთავრეს თავიანთი სიცოცხლე Как они ძვირფასებო? закончили свою жизнь? შენთან როგორაა საქმე? А как у тебя происходит? Как у тебя дела? ამ ხალხთან ეშმაკი ძალიან კომფორტულად გზნობდა თავს. С этими людьми дело было очень комфортно. იცი, ეშმაკს აქვს ადგილი, У дьявола есть место, სადაც ძალიან კომფორტულად გზნობს თავს. где он очень комфортно себя чувствует. მაგრამ აქვს ადგილი, სადაც ძალიან ცუდად გზნობს თავს საბოლოო. Есть такое место, где он очень будет себя плохо чувствовать. სად გზნობს კომფორტულად და მშვიდად ეშმაკი? Здесь дело себя чувствует Тавс. спокойно и комфортно. Как вы думаете? შენს სიამაყეში, В твоей гордости, შენს წყენაში, в твоей обиде, შენს უპატიებლობაში, в твоем непрощении, შენს სიცრუეში, в твоем обмане, вранье, შენს ქურდობაში, воровстве, შენს თავნებობაში, в აღვირახსნელობაში. твоем распущенности, в твоем своеволии. ესმე, Понимаете? დროს რო ფლანგ გაv, Да что ты тратишь время напрасно? ტელეფონში, ტელევიზორში, В телевизоре, в телефоне. ჰამაკში ნარნარებს ეშმაკი. И в этом случае взял прям вот на гамаке катается на... ამბობს ეს ჩემი ადგილია. Ой, это мое место. სად ხარ? Где ты? სად გინდა რო იყო? И где ты хочешь быть? ხორცს აძლევს სიამოვნებას Да ты плоть дает наслаждение, даешь. და სული შიმშილით კვდება А дух уже от голода умирает, истощается. უპატიებლობაში ძვირფასებო. Непрощение. ის ძალიან მაგრად გზნობს თავს. Он очень себя комфортно чувствует. არა უფალი, არამედ ეშმაკი. Не Господь, а дьявол. ამიტომ ეფესალთა 4:27-ში წერია. Поэтому Ефесянам 4:27 написано. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. И не давайте место дьяволу. ის შეეცდება რომ ადგილი მოგთხოვოს, Он пытается у тебя попросить это место, да? შეეცდება Да, он пытается. ყოველთვის. Всегда.
მაგრამ შენ შეგიძლია არ მისცე ადგილი. Но ты можешь ему не дать место. რომ მოვა ეს მაგდა გეტყვის, მოდი შედი ახლა შევარდი ინტერნეტში, Когда придешь и делать сказать, давай залезь в интернет, iPhone-ში, в iPhone, ტელევიზორში. телевизор. ღმერთ შენთვის ნათქვამი აქვს. Ну, Бог тебе говорит, ადგილი არ მისცე ეს не მაგას. давай место дьяволу. შენზეა Но დამოკიდებული. все зависит от тебя. ან მისცემ ან არ მისცემ. Или дашь место, или не შეიძლება дашь. გემის ადგილი ქარხანაში არ არის. Да, место корабля это не завод. გემის ადგილი არის წყლებში. Место корабля это воды. და იმ წყლებში ზოგჯერ შტორმებია და არეულდარეული ყველაფერი. Да, и на этих водах часто бывают волны. ამენ. არანორმალურია თუ გემი დარჩება ქარხანაში. Ненормально, если корабль останется на заводе. ნორმალურია თუ гემი იქნება წყალში. Нормально, когда корабль на море, Аминь. на водах. მაგრამ ასევე არანორმალურია თუ წყალი იქნება გემში. Также нормально, когда вода будет в корабле. ამენ. არანორმალურია. Это ненормально. ჩვენ ვართ წუთისოფელში, Мы в миру, მაგრამ წუთისოფელი არ უნდა იყოს ჩვენში. но мир не должен быть в нас. ნორმალურია ჩვენ ვართ წუთისოფელში, Это нормально, что мы в миру. მაგრამ არანორმალურია წუთისოფელი თუ შემოვა ჩვენში. Ненормально, что мир зайдет в нас. Аминь. В нас. ღმერთმა თქვა თქვენ ცხრებს. Он сказал, вы овцы. ღმერთმა თქვა იესო. Иисус сказал, მე თქვენ ცხრებს გიშვებთ მგლებში. да я вас, овец, пускаю среди волков. ეს ნორმალურია. Это нормально. მგელი არ უნდა შემოვიდეს შენში. Но волк не должен войти. შენ უნდა იყო მგლებში. Ты должен быть среди волков. და თუ მორჩილი იქნები უფლის, Если ты будешь послушен Богу, შენს ადგილზე დარჩები. останься на своем месте. იესო დაგიცავს. Иисус იმდომის сбережет მაგარი тебя, მწყემსია. потому что Он супер пастор. ჩვენ ვართ ქვეყნიერებაზე ქრისტეს კეთილსურნელება. Да, мы в миру благоухания Христа, ამენ. Христова. ძვირფასე ნახეთ იოსები. Посмотрите Иосифа. იცით სად იყო მისი ადგილი? Знаете, где было его место? იოსების ადგილი იყო იმპერიის მმართველზე. Да, მმართველად. да, место Иосифа было правителем Египта. Вот это. იმპერიის И მმართველი. империи. ამენ. ამენ. Правителем империи. მაგრამ ის მოხდა დევნებში, Да, но он попал в гонение, ციხეში, в темницу, შეურაცხყოფაში, в оскорбление, დამცირებაში, в унижение, მის გამოსაცდელად. что он был испытан. იქნებოდა თუ არა ღმერთთან იმ პრობლემებშიც. Будет ли Иосиф в этих проблемах с Богом? ამენ. და როცა ჩააბარა მან ეს გამოცდა, И когда он сдал этот экзамен, ის მივიდა მის დანიშნულ ადგილამდე. он пришел на свое назначенное место. შენთვის ღმერთს ადგილი აქვს გავზადებული. У Бога для вас есть назначенное место. თუ ერთგული იქნები. Если ты будешь верным, ჰელო, алло, თუ ერთგული იქნები. если ты будешь верным, რა მნიშვნელობა აქვს რას გადიხარ დღეს? и не важно, через что сейчас проходишь ты сегодня, ჰალელუია. алло, შენ შენს ადგილზე აღმოჩნდები. ты обязательно попадешь на свое место. ამენ. Аминь. აუცილებლად მოხვდები შენს ადგილზე. Обязательно ты попадешь на свое место. დავითის ადგილი ძვირფასებო. Место Давида იყო სამეფო ტახტი, был царский трон. მაგრამ ის აღმოჩნდა სად? Но დევნებში, но он был в შემცირებაში, гонениях, унижениях, საფრთხეში, был в опасности, მუქარაში, в угрозах. რამას მოამზადა მეფეთ და ჩამოაყალიბა მეფე. И это приготовило его, он стал таким царем мужественным. პავლე იმ ადგილამდე ვიდრე მივიდოდა. Да, Павел, прежде чем он пришел на то место, где должен быть, მან გაიარა მუქარა, ტანჯვა он проходил через страдания, через угрозы, და გამარჯვებული ავიდა თავის ადგილზე. и он победителем сел на свое место. ზე, როდესაც ჩვენ გასასწელში ვართ, Знаете, когда мы в искушениях, в აი იქ испытаниях, უნდა გავძლიერდეთ უფლით. мы там даже Господом укрепимся. ამენ. Аминь. არ მიატოვო ეს ადგილი. Не оставляй это место. ადვილია მეფის ტახტის არ მიტოვება. Как легко не слезть с царского ამენ. престола. იქნები კომფორტში, გინიავებენ, ყველაფერი გააქვს. Да у тебя там все есть, ты царь, აი პრობლემებში но в проблемах. უნდა იყო როგორც მეფე. Ты должен быть так, как царь. В проблемах быть А? царем. პრობლემებში უნდა იყო როგორც ქრისტეს კეთილსურნელება. Ты в проблемах должен быть благоухание Христова. როგორც ქრისტემ გადაიტანა, ისე უნდა გადაიტანა. Как Христос перенес страдания, так и ты перенес. აბრაამზე წერია გამოიცადაო ძვირფასება. Видно, что Авраам был испытуем, искушаем. არავის არ უყვარს გამოცდა. Никто не любит испытания. მაგრამ მე მინდა დღეს შენ გაგავხლებო. Я хочу тебя сегодня утешить. ყველაზე მეტად შეიყვარე გამოცდა. Больше всего, люби испытания. პალუბი! Полюби испытания. ამენ, შეიყვარე გამოცდა. Полюби испытания. და ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. И Бог испытал Авраама.
Авраама. თუ ვინ იყო მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე. Что он посмотрел, что кто в жизни Авраама на первом месте. ამენ. ჩვენ შეიძლება ვთქვა, ღმერთო, შენ ხარ პირველ ადგილზე. И мы часто говорим, ты на первом месте нашей жизни. ეს კარგია, Это хорошо. მაგრამ უნდა ჩააბარო Но გამოცდა. ты тоже сдать... ნახე აბრაამზე რა წერია 22 თავში თურქასებო დაბადების. Что написано в 22. გამოსცადაო დასაწყისში იწყება ღმერთმა აბრაამი, რომ წადი და ადგა დილა ადრიანად Встал Авраам утром рано, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური. то он собрал своих слуг სახედარიც. и также ослов. ამენ. და ისაკიც თავისი ძე И также взял Исаака, своего დააპო შეშა Он нарубил дрова სრულად დასაწველისთვის для всесожжения და იმ ადგილისკენ გაეშურა, и пошел на то место. იმ ადგილისკენ გაეშურა, Да Поспешил. Поспешил на то место. იმ ადგილისკენ, На то место. თქვი იმ ადგილისკენ, Скажи, на то место. იმ поспешил. ადგილისკენ, На то место, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა. о котором указал ему Господь. ამენ. სად მიანიშნა ღმერთმა, სად წადიო? Куда сказал Бог ему идти? ხაჭაპური შეჭამე? Что иди, ешь хачапури, საცივი შეჭამე? или сациви там, ლობიო მიირთვი? или лобио, наслаждайся лобио. კარგი სალათა მოამზადე ნიგზით? Или такой хороший салат с орехами. დაისვენე ზღვაზე? ა? Или на море отдыхать, сказал ему. მსხვერპლი მომიტანეო. Он сказал, принеси мне жертву. ნახეთ. ხალხს ეკლესიაში გამოსურება არ უნდა. Да люди даже в церковь не хотят спешить. ზოგი ამბობს, ო, იქა ითხოვენ რაღაცას. Они говорят, что там все только просят и просят. ფულს ითხოვენ. Деньги просят. ვითო ღმერთი შენს ხურდებზეა Так დამოკიდებული. Бог зависит от твоих мелочей. იცი, შენი ესეთი წარმოდგენით Да такие твои вот понимания. ღმერთში выражения. კარგავ ადგილს, Да ты в Боге теряешь место. კურთხევის ადგილს კარგავ. Да ты теряешь место благословения. აბრაამი კი არ ფეხს კი არ ითრევდა, რომ ო იქნებ გადაიქფიქრო ღმერთო. Авраам думал, он Ладно. сейчас вот კი медленно. მოვდივარ. Я иду. ერთი წინ და ორი ნაბიჯი უკან. Он там один шаг вперед, а два назад. ამიტომ ბავშვს ხედავდა ის უნდა შეეწირა. Он понимал, что он должен вот жертву и... ძალიან ბევრი ასეა. Очень много. 5 ლარი, ო ეხლა ეს როგორ Ой, ჩავაგდო. как я это брошу, 5 лавой, что мне делать? 15 მომიგროვდა. Уже 15 у меня, ой-ой. კვირას საქმე უნდა მივატოვო და ეკლესიაში Я წავიდე. в воскресенье должен оставить дело и в церковь пойти. Ой, იქა გამაბრაზეს და როგორ მივიდე. да там меня обидели, как я туда пойду? იმის დანახვა არ მინდა. Я его вообще не хочу видеть. აგი საერთოდ ველოდები რომ როდის მოვა და დაიჩოქებს და Я хочу, მოინანიებს. чтобы вообще она передо мной покаялась, склонилась. ამას საერთოდ ვალი აქვს ჩემი და რას ფიქრობს. А это вообще не должна и где-то о нем, что думает. საზიზღრობები ძვირფასება. Это просто ужасные вещи. ღორებთან უფრო ადვილია და კარგი ყოფნა ვიდრე ესეთ სიტუაციაში. Да лучше быть со свиньями, чем в такой ситуации. ამენ. აბრაამი გაეშურა. Это что, Авраам, გაიქცა. он поспешал, он შვილსაც უთხრა ყველაფერი поспешал კარგად и იქნება. сказал, не бойся, Исаак, все будет хорошо. აი როგორი დიდი ღმერთი გვყავს Какой ვიფასებო у нас ჩვენ. великий Бог. ამენ. სასწაულ მოქმედი ღმერთი Да у გვყავს. нас Бог творящий чудеса. შეწყვიტე ყოველგვარი ფიქრი წარსულზე. Оставь всякие мысли о прошлом. ამენ. Аминь. თუ ღმერთს Да если Бог. არ ექნება ადგილი შენთვის, უпростоრად ღმერთისთვის თუ არ გექნება ადგილი, Если у тебя для Бога не будет места, მასაც არ ექნება ადგილი შენთვის. тогда у него тоже не будет для тебя места. ამენ. Ამენ. შეწყვიტე რომ იყო საჯული ვინმეს. Прекрати быть судьей людей. Аминь. Судить людей. შენ არ ხარ საჯული. Ты не судья. ღმერთია საჯული. Господь судья, Бог судья. არ შეგესაროს ეკლესიაში ყოფნა და მიტევება. Да всегда прощай в церкви, будь всегда в Божьей церкви. ყოველგვარი წარსული მოიშორე თავიდან. Да всякое прошлое выбрось от себя. ამენ. იმანეს გააკეთა, ამანის გააკეთა. Это то сделал. Камабраза это маწყენინა. сделал, этот меня обидел. არ ჩამეხუტა, არ მომესალმა. Он мне не поздоровался, не обнял меня. მოდი შემდეგი ილუსტრაცია. Что надо иллюстрацию, давайте посмотрим. წარსული. Видите прошлое. წარსული. Прошлое. ზოგისთვის ეს საბჭოთა კავშირია, Да для многих это ზოგისთვის бывший Советский ეგვიპტე, Союз, для кого-то Египет. ზოგისთვის დედა რა კარგი იყო. Но говорит, о, как хорошо было раньше. იცი გამოცხადებაში უფალებას ამბობს. Знаете, что говорит Бог в Откровении? თუ Если ამ წარსულს არ დაივიწყებ, ты это прошлое не забудешь,
პირველ სიყვარულს თუ არ დაუბრუნდები, Если ты не вернешься к первой любви, გადავწევ შენი ლამპრის ადგილს. он сказал, что я сдвину свой светильник с места. Вот так Аминь. и сдвину. გადაწევს. Он сказал, что я сдвину. უფრო მაგრად უნდა გიყვარდეს, როგორც დასაწყისში გიყვარდა უფალი და მოყვასი, ყველა დანარჩენი. Ты должен любить Бога и ближнего так же яростно, как в начале, как вот пламенно любил. ამენ. ნუ ეცდები, რომ სამაგიერო გადაუხადო. Да не пытайся воздать человеку. ერთი გამონათქვამია Должное. ზუსტად. Есть такое выражение, დამპალი ხილი თავისით ჩამოვარდება. что вот гнилой фрукт сам упадет. ამენ. შეწყვიტ ემასთან ბრძოლა. Не нужно тебе с ним бороться там и доказывать, что. ჰალელუია. რომელთა 12-ის 19. Римлянам 12:19. შურს ნუ იძიებ თქვენთვის საყვარლებო ადგილი, არამედ ადგილი მიეცეთ უფლის რისხვას, ვინაიდან წერია, ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. Да не воздавайте своим ругаться, потому что Господь говорит, мое возмездие, я воздам человеку за его дела. სად არის შენი ადგილი? Где сегодня твое место? შენ დღეს ეკლესიაში მოდი Ты сегодня пришел в церковь თუ ღმერთთან. или к Богу? რომელ რიგში დგახარ? Да в какой очереди ты стоишь? მოდით ნახოთ ვიფოცე. Давайте посмотрим тоже. რომელ რიგში დგახარ? В какой очереди ты стоишь? ყველაზე დიდი რიგია კრიტიკოსები, На первое это критикусы. ყველაზე დიდი რიგია. Это самая большая очередь. ამენ. Критики. მეორე მოლაპარაკეები. Вторые это люди, которые всегда ო, ჭყას რო разговаривают. არიგებენ სხვას. ასე გავაკეთოთ. ო, დავგეგმოთ. Они учат, давай планировать, учат. და все. რამოდენიმე ადამიანი чанс. И очень мало там вот საქმის მკეთებელი. это делатели, те, кто делают дело. შენ რომელ რიგში ხარ? Ты в какой очереди? ამ ეკლესიაში არის ორი სამი კაცი, რომელიც მუდმივად საქმეს აკეთებს. Есть такие люди, которые всегда здесь в церкви делают дела, постоянно заняты работой. ისე აკეთებენ ზოგჯერ ღმერთიც რო ვერ ამჩნევს. Да даже так делают так, что Бог, как бы Бог их не замечает уже, как бы. ამენ. Амен. არის ჭუის მასწავლებლები. Есть те, которые учат всем, уму, разуму учат. ხედავენ რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს. Они видят, что кто-то что-то делает, გადააბიჯებენ და მეჩქარებიან წავიდიან სახში. они то мне очень срочно нужно, и переступают через них и идут там. მაგრამ სწავლა შეუძლიათ. ო, ეს ასე გააკეთე. Ну учить говорит, вот так делай, Правильно. вот так делай, вот так делай. პატივი მეცი და მეც წაგეხმარები რაღაცას მოგიკიდებ Да, ხელს. мне тоже, когда вот почти меня уважай, я тоже тебе буду помогать. ამენ. მაგრამ უფრო მეტი კრიტიკოსია. Ну, еще больше критика. რა გაკეთებულია ეს? Что это так, как ты сделали, что это такое? რომელ რიგში გინდა იყო? В какой очереди ты хочешь быть? დაფიქრდი ამაზე. Задумайся над этим. შენი ადგილი არის რომ საქმე აკეთო უფლისთვის. Твое место делать для Господа. ამენ. შენ იმისთვის არ შენთვის იმიტომ არავიდა იესო ჯვარზე რომ საათს უყურო და რომ დამთავრდება გაიქცე სახში. Иисус не потому зашел на крест, что ты посмотрел вот на часы и побежал с воскресенья сразу домой. თქვენ სახლებში რო კარგათა ყველაფერიო, ჩემი სახლი რატო გაქვთ Сказал, ობლიგებული? в ваших домах все хорошо, а почему вы оставили мой дом? ა? А? ამაზე ყველა გაცემს პასუხს ვიფასებო. Об этом вопросе все дадут ответ за этот вопрос. ამიტომ ფრთხილად იყავი. Будь, пожалуйста, бдительным. ალელუია. Аллилуйя. ღმერთის ადგილი ადრე იყო ყარავში, კიდობანში. Раньше вот место Бога было в Скинии, в Амен. шатре, в шатре. ამენ. ეხლა ადამიანის გულშია. А сегодня это место в сердце человека. იქ სადაც თაყვანის цема არის ღმერთის. Там, где идет ему поклонение. ამენ. თუ თაყვანის цемელი არ ხარ, არ იქნება შენს гулში ღმერთი. Если ты не поклонник, в твоем сердце не будет Бога. შენს გულში იცი ვინ იქნება? Знаешь, кто будет в твоем сердце? ვისაც თაყვანს წე? Вот кому ты ვისთანაც поклоняешься? დროს ატარებ? С кем ты проводишь რაზეც время? ფიქრობ? О чем ты думаешь? მამონა, Мамона, ინტერნეტი, интернет, Facebook-ი, Facebook, ტელევიზორი, телевизор, გართობა, развлечения, ახალი ავეჯი, новая мебель, устройство, კომფორტი. комфорт. ამენ. Аминь. ალო. Алло. ალო. Алло. ისმის? Слышно меня? Меня გესმის слышно? რაიმე შენ დღეს? Что ты услышал сегодня? მითხარი კავშირზე ვარ. Скажи, что я на связи. ამენ. ფსალმუნი 26-ის მე-12. Это Псалм 26:12. სწორ ადგილზე დგას ჩემი ფეხი, საკრებულოში ვაკურთხებ უფალს. Мои ноги стоят на правильном месте. В собрании благословлю Господа. ჰალელუია.
ნახეთ, Smith Wigglesworth აქვს გენიალური გამონათქვამი. Действительно, очень такой гениальный. Smith Wigglesworth. Смит, Wigglesworth. ნახეთ, თუ არაფერს არ ეძებ, если ты ничего не ищешь, ღმერთის ნების გარდა, кроме воли Божией, უფალი ყოველთვის Бог всегда დაგაყენებს поставит тебя საჭირო ადგილზე, на нужное место, საჭირო დროს. нужное время. ამენ. მაგარია. Такой крутой, да, сильный. თუ არაფერს არ ეძებ გარდა ღმერთის Если ты ნებისა, ничего не ищешь, кроме воли Божией, მაშინ ღმერთი ყოველთვის დაგაყენებს Бог всегда поставит სწორ тебя ადგილზე, на правильное место, სწორ დროს. правильное კიდება время. უფალს. Слава Богу. მიეცი იესოს პირველი ადგილი შენ ცხოვრებაში. Дай Богу первое место в твоей жизни. როგორ? Как? მან მიატოვა სასწაულებრივი ადგილი Он прекрасное место оставил და მოვიდა, и пришел, რათა ჯვარზე დაიკავინა შენი ადგილი. чтобы вместо тебя зайти на крест. ჩემი ადგილი, ჩვენი ადგილი. Он взял наше место, место нас. ამენ. Аминь. მან მარადისობა მიატოვა. Он вечно составил. ამიტომ შენს მიატოვე დროებითი И потому оставляй временное. და წუთის სოფელში დაიკავე ქრისტეს ადგილი. И в этом миру зайди место Христа. ამენ და სულიწმინდის დახმარებით И через Духа Святого, с помощью Духа Святого და იესოს სახელის ავტორიტეტით и авторитетом слова и имени Иисуса შენ შეძლებ. ты сможешь. ამენ. Аминь. ვიფასებო იესოს ნავში В лодке с Иисусом. პრობლემაც იქნება, В лодке там, где Иисус, и проблемы будут. სტორმიც იქნება, Шторм будет. მაგრამ ეს ნიშნავს, Но это значит, რომ ყოველთვის გაიმარჯვებ თუ იესოსთან ხარ. ну ты всегда победишь, если ты с Иисусом. ამენ. Аминь. იესოს ნავში არ იქნება ესე რომ ყველაფერი იდეალურად, მაგრამ შენ გაიმარჯვებ. Вместе лодка с Иисусом. გადარჩები. Ну ты обязательно спасешься. ამენ. Аминь. ამ ადგილს მნიშვნელობა აქვს ვიფასებო. Место очень есть большое значение. ნუ ამისი ილუსტრირება ვერ მოვახერხე, მაგრამ ნახეთ, ერთი ადამიანი მოხვდა კუნძულზე Один человек попал на остров. და ნუ ითხოვდა შველას. И он просил помощи. და ხანდახან თვითფრინავი გაიფრინდა, მაგრამ როგორ მიეწვდინა ხმა. Когда вылетели самолет, как он мог их позвать? და არ ვიცი, ინგლისური ასოებია და თუ კარგად გამიგებთ, ძალიან საინტერესო რამ გააკეთა. Он английскими звуками, если вы поймете, что он сделал, очень интересно. მან დაწერა ჯოხებით. Да он, ხისგან მოჭრა გამოთალა სწორი ჯოხები да он такие вот хорошие палочки такие прямо и сделал. და დაწერა დახმარება help. И написал help, Yes, помощь, ma'am. помощь нужна. რომ თვითონ რო გაივლი და მიხვდებოდა რომ ამკაც დახმარება ჭირდება. Да что, самолет увидит, что и помощь нужна. და ძაღლი ყავდა. И у него была собака. და მოაწყო ეს ყველაფერი და ხმა გაიგონა თვითფრინავის. Он все это сделал, он услышал голос самолета, звук самолета. და ელოდება რომ ხელს უქნევს რომ დაინახავენ help. И ждал, что его машет руками, что help. და მისი ძაღლი გამოვარდა А собака вышла, და ბოლო 100-ს ბოლო да в конце вот эта, ჯოხი вот эта палочка в конце. მოაძრო ეგონა მეთამაშებოდა და გაიქცა. Да, и убежала, взяла палочку. და убежала. ნაცვლად help P100-ი გამოვიდა O და ის ნიშნავდა hello, ანუ გესალმებიო. Там вместо hello было привет, привет, привет. ნახეთ, აი მაშინ როდესაც ყველაფერი მის ადგილზე არ არის. Это все не в своем месте. გამიგეთ ვირფასებო. Да понимаете, как получается? ძალიან საინტერესოა. Да, очень интересно. ასევე მე მინდა თქვენს კონსპექტში დაწეროთ Я хочу, чтобы у вас в конце ორი წინადადება. написали два предложения. ზემოთ დაწეროთ. Да, сверху, что вы написали, записали. შეწყალება წერტილმძიმის გარდა. მოდი დაწერეთ ყველა. Да, пожалуйста, все. ყველა მაჩვენეთ რუჩკა და Да, все, ფურცელი. пожалуйста, запишите. შეწყალება არ შეიძლება დასჯა. Помиловать нельзя, наказать. ნაკაზანია. ამენ დაწერეთ Напишите, და ქვემოთაც ზუსტად იგივე დაწერეთ. напишите, помиловать нельзя, наказать. მე მინდა რომ დაიმახსოვროთ ახლა. ხო დაწერეთ ვირფასები. Да, вы же это все написали. ერთი დედა მივიდა სასამართლოში, იმიტომ რომ მისმა შვილმა ცუდი რამ ჩაიდინა და უნდა დაესაჯათ, უნდა მოეკლათ. Да, эта мама пришла в суд, потому что ее сын сделал преступление. და и თხოვდა ее რომ აპატიეთო, აპატიეთო. Она сказала, пожалуйста, помилуйте моего сына. შეიწყალეთო. Его помилуйте моего და сына. ეუბნებოდნენ არა, ის ისეთი დამნაშავეა რომ ვერაო. Она сказала, нет, он такой виновен, вы его не არ можете. იმსახურებსო. Он не заслуживает этой милости, вот этого. და იცით რა უთხრა? Знаешь, что он сказал? შეწყალებას ვიცი რომ არ იმსახურებენ, მაგრამ შენ გაუწიე Я შეწყალებას. знаю, что он не заслуживает, вы просто его
оказывает. და ნახეთ, ერთ მძიმეს შეუძლია მთლიანად ყველაფერი შეცვალოს. И одна запятая может все изменить, это предложение. აი, ხო დაწერეთ შეწყალება არ შეიძლება. Я прям зашла, вот это наказание, как შეწყალება არ შეიძლება. до помилования нельзя, დაწერე наказание. მძიმე. А сейчас запятую. შეწყალება არ შეიძლება, დასჭა. Да наказание, это... შეწყალება არ შეიძლება, наказание. Да. Не, наоборот, сейчас наказание. Помиловать. Да. Да помиловать нельзя, наказать. ამენ. დაწერე შეწყალება არ შეიძლება მძიმე. Да. Помиловать нельзя, такой მძიმე. запятая. ეხლა მეორე А წინადადება. сейчас другое предложение. შეწყალება, Помилование, დასვი მძიმე. это такая запятая, ამენ. არ შეიძლება დასჭა. нельзя наказать. სულ სხვა მიმართულებაა. Совсем разные предложения, да, совсем ამენ. разные ამიტომ თუ направления. სად დასვამ შენ მძიმეს, რომელ ადგილს მიუჩენ. Да где вот это вот запятая твоей жизни, на каком месте будет? ამენ. ამას დიდი მნიშვნელობაა. Очень важно. პირველი ნიშნავს, Да, первое означает, ესე იგი უნდა დაისაჯოს. его нужно наказать. მეორე ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს. Означает, что его нужно აი помиловать. შენი ცხოვრებაც ესეა. И также твоя жизнь. თუ სწორ ადგილს იპოვი. Если ты найдешь правильное место. ამენ. Аминь. იმის მიხედვით მიიღებ საზღაურს ღმერთთან, როდესაც მიხვდა. Когда ты придешь к Богу, да Бог даст тебе вот поэтому, вот как ты жил, на каком месте ты был. ღმერთი აუცილებლად გამოცდის შენს დაპირებას. Бог обязательно проверит твои обещания. პირველი ადგილი მიეცი ღმერთს. Первое место дай Богу, ამენ. Ამენ. მეორე ოჯახს второе семье და მერე საქმიანობას. и третье делам. ამენ. არა ურიო ეს. Не путай, пожалуйста. ჩვენ ადრე წლების წინ გავაკეთეთ ესეთი ექსპერიმენტი, გახსოვთ ხო? Да, вот это такой эксперимент, если это დიდი ჭურჭელი მოვიტანეთ გამჭვირვალე. Представь, такой прозрачный сосуд, ამენ და იქ იყო ღმერთი, да там был უმთავრესი საქმეები, ოჯახი дела, семья და მერე სხვადასხვა წვრილმანი. и разные мелочи. და ღმერთი იყო ყველაზე დიდი фигура. И Бог был самой большой фигурой. შემდეგ в этом მნიშვნელოვანი საქმეები. Потом важные дела. და როგორ გავაკეთეთ, ხო გახსოვთ ძირფასება? Помните, как сделали? ჯერ ესეთი წვრილმანები ჩავყარეთ Сначала мелочи бросили в этот და сосуд. მერე ძლივს ჩაეკვეხა იქ საქმიანობა. А потом вот это важные дела еле-еле просунулись. და ღმერთისთვის ადგილი აღარ დარჩა. А для Бога уже не осталось места там в этом Эсмей. сосуде, там, посуде. ამიტომ ჯერ დიდი უნდა ჩადო ღმერთი, Что такое? Бога ты тоже положил. რაღაც фигура ვთქვათ, დიდი бურთი, А потом вот ამენ. мяч. მერე პატარა ბურთები, Потом маленькие мячи. ამენ და მერე ზემოდან ის პატარა ესე ვთქვათ ქვიშა ჩაყარო და ყველაფერი А ჩაეტევა. вы такой маленький песок, тогда все поместится в этот ესე сосуд. უნდა დაალაგო შენი დღე და ყველაფერს მისცე თავისი Ты ადგილი. должен так распределить свое время правильно, чтобы всему своему было время правильно. რა ადგილი უკავია ღმერთ შენ ცხოვრებაში? Какое место имеет Бог в твоей жизни? Какое место занимает Бог? Вот, вот так. გესმის ქრისტეს კაკუნი. Ты слышишь стук Христа? შენ უნდა გაუღო კარები. Ты должен открыть дверь. სახელური კარებზე გარედან არ არის, შიგნიდანაა შენი ცხოვრების. И ручка на двери твоего сердца, это не снаружи, а снутри. იესო არ დაანგრევს კარებს. Иисус не будет разбивать твою дверь. მას უნდა რომ შენ გაუღო კარები. Он хочет, чтобы ты открыл და უთხრა ему. შენ გეკუთვნის ეს ადგილი. მოდით ნახოთ ილუსტრაციაზე Это, უბრალოდ. это место тебе ნახეთ, принадлежит. Господь. ოჯახი ჩართულია თავისი რიტუალებით, საქმიანობით, დღესასწაულებით. Да, семья, вот празднуют все, они там со своими делами занимаются. იესო არ დინდება ამით. А Иисус они не прославляют. ამენ. სად არის იესო შენ ცხოვრებაში? А где Иисус в твоей жизни? ო, იესო იყავი მაგ. Скажи, Иисус, будь там. ალბათ დამჭირდები. Наверное, ты мне понадобишься. ალბათ თუ გავხდი დაგიძახებ რომ განკურნო რა. Если я заболею, то мне понадобится, чтобы исцелять меня. ანუ ვალებიდან გამომიყვანო. Чтобы с долгов вывести меня. რაღაცები მომიგვარო. Кое-что-то тоже мне решительная проблема. მაგრამ ახლა მე განსაკუთრებული სტუმარი მყავს. Сейчас у меня особенный гость. ძალიან ბევრი ძვირფასება ვიცით როგორაა. Очень многие, знаете, მით უმეტეს ეხლა აფიშირებენ Facebook-ზე ვინ ესტუმრა და ვისთან რას მიირთმევენ. да часто сегодня афишируют на Фейсбуке, кто кому гости прошел, и что они кушают. აი იშვიათად ნახავ რომ მორწმუნე ყავს მაგიდასთან და უმასპინძლდება. Очень, ეკლესიიდან. да что церковные люди принимают своих же Сул верующих. вигацები. Обычно какие-то люди всегда, кто-то, что-то. ა? რა ხდება თქვენთან? Что происходит у вас? პირველ რიგში ვინ შენიანი არ წმენით? Да, во-первых, кто твой по вере? და მინდა დღეს დავამთავრო ძალიან ესეთ ჩემს საყვარელი ადგილით. Я хочу закончить моим любимым местом Писания. მოდით ნახოთ. არ შევალ ჩემი სახლის კარავში. Я не войду в свой шатер. არავალ ჩემს სარეცელზე. Я не зайду на свою постель. არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს. И жал
дремание своего და века. თვლემას ჩემს წამწამებს. Да мы врестится дремание. ამენ. ვიდრე Прежде чем. ვიდრე Прежде чем. არ ვიპოვე ადგილს უფლისთვის. Не найду место для Господа. სამკვიდროს იაკობის ლიერისთვის. Для наследия Бога Якова. არაფერს არ გავაკეთე. Обители Бога. ვიდრე ადგილს არ ვიპოვე Пока იესოსთვის. не найду места для Бога. ეთანხმები ამ მოხს. Ты согласен с этим стихом? გინდა ესეთი იყო. Хочешь быть таким? ვის უნდა ეს? Кто хочет таким? რომ ყველაზე მთავარი ადგილი შენ ცხოვრებაში Чтобы გქონდეს самое უფალს. главное место у Бога было в твоей жизни. ამენ. მაშინ თუ ეს გინდა, Если ты это хочешь. მოდი დახუჭე შენი თვალი. Закрой, пожалуйста, твои глаза. და უთხარი უფალო მეკთხოვ რომ მაპატიო. Скажи, Господь, იესოს სახელით Иисуса. უფალო შენ ხედავ ჩემს გულს. Господь, ты видишь мое сердце. შენ გინდა რომ იქ დაიკავო ადგილი. Ты хочешь занять там მაპატიე. Прости меня. რომ ზოგჯერ შეიძლება გიწევდა თქვა რაღაც ვიღაცების გაწევ გამოწევა რომ იქ შეგეღწია. Да тебе нужно было кому-то что-то там делать, чтобы мое сердце было занято чем-то, кроме тебя. უფალო მე მინდა რომ შენ დაიკავო მთლიანად ჩემი გული. Я хочу, чтобы ты заняла место в Мапатие. моем сердце. და საერთოდ უფალო И вообще, Господь, მე ვაღიარებ დღეს. я исповедую себя. მომეხმარე გადარჩენის ლოცვაში. Помоги წამიძეხი. мне в спасении, წინ გამიძეხი. чтобы я шел в მე спасение. ვაღიარებ თავს წოდვილად. Я себя считаю грешником. თხოვ მაპატიო უფალო. Я прошу, прости მე меня. მწამს Я верю, რომ შენ მოგვდი ჩემთვის что ты умер за меня. და ვაღიარებ ჩემი გულით. И я исповедую რომ своим შენ сердцем, მდრეთით აღსდექი. გაიმარჯვე ყველაფერზე. Ты на всем и над всем победил. და ყველაფერზე გაგვძალა უფლება. У тебя есть власть над всем, ზეცაზე, მიწაზე და на ქვესკნელში. земле, на небе. ამიტომ გთხოვ გახდი ჩემი უფალი, И стань моим ჩემი спасителем, ხსნელი, моим ჩემი спасителем, მაცხოვარი. моим გამათავისუფლე. Освободи. ამავე შენი წმინდა სული. Работай твоим Духом Святым. გადამარჩინე Спаси. და იხსენი მთელი ჩემი სახლი. И спаси весь мой дом. მე ვაღიარებ Я исповедую, რომ შენ უფალთა უფალი что ხარ ты ჩემი Господь господствуешь. და აბსოლუტურად ყველაფრის. И все. იესოს სახელი Господин всего. და ყველა მხარ. Иисуса, да все скажут. ამინ ჩვენს უფალს. ამინ. ხება და დიდება ჩვენს უფალს ვიფასებო. ამენ. მოდი წამოვიდეთ.